დავოსში ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. ბოლო 20 წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის. რას კარგავს ამით ქვეყანა? გიყვებით რამდენიმე წუთში. გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებაში შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე მოვლენებზე BAG-მ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს. პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. გასულ თვეში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა. საქართველოსთან გაგზავნილი 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილებიდან ყირგიზეთში მხოლოდ 61 მილიონი დოლარის ავტომობილები ჩავიდა. გაგზავნილ და ჩასულ ავტომობილებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 90%-ს აღემატება. დავჯორჯიამ გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის ჯიხურები დაამატა და საიმიგრაციო ზონა გააფართოვა. განხორციელებული ინვესტიცია 4 მილიონ ლარზე მეტია. საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. PMCG-ის მონაცემებით დეკემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2023-24 წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი ზრდა აჩვენა. აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით არის შემცირებული. 2024 წლის დეკემბერში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 1.8%-ით გაიზარდა და 982,802 შეადგინა. იმ ადამიანების რაოდენობა კი რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, მთლიანი დასაქმებულების 11.3%-ით შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 44.5%-ით შეადგენდა. ხელფასის მიმღებთა 4.6%-ის ანაზღაურება კი 9600 ლარი ან მეტია. ასეთი პირების რაოდენობა დეკემბერში წლიურად 0.8%-ით გაიზარდა. იანვარს BAG-ის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის მიერ პოზიციის დაფიქსირება არ დაფიქსირება იყო. ასოციაციაში კონსენსუსი არ აქვთ, ნაწილს დუმილი ურჩევნია, ნაწილს მოსწონს ოცნების პოლიტიკა. BAG-ის წევრი კომპანიების ნაწილმა კი ინდივიდუალურად დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია, მათ შორის Free Business-ის პლატფორმაზე შეერთებით. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი 20 ივნისს, როცა გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბნენ, BAG-ის წევრები იმ ბიზნესმენებმაც, ვინც ოცნების გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებენ და BAG-ისგანაც ითხოვდნენ გამოეხატა თავისი აზრი, თქვეს, რომ BAG-იმ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს. ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგრამ რადგან BAG ლობისტური ორგანიზაცია და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენებს აერთიანებს, თვლიან, რომ არაფრის მთქმელი კონსენსუსური განაცხადების გავრცელებას სჯობს, BAG საერთოდაც ჩუმად იყოს. თუ ვერ შევჯერდით ყველა და არ იქნება ეს მაგალითად ისეთი კატეგორიული როგორც ბიზნესზე გამოქვეყნა რაღაცა, მე იმას გითხრა სხვა ტიპის განცხადება, როგორც ერთი წევრი არ დაუჭერდი ხარ. უნდა იყოს განსხვავება თუ ეს რაღაც კონკრეტული მომთხოვნი, მაგალითად პრინციპულად BAG მესო გააკეთოს, ხო საჯარო ეს განცხადება ჩავთვალოთ, რომ დისკუსიის ფორმატი თუ საშუალება იკეთება. საბოლოო ჯამში ეს არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც ესეთ სხვა ბიზნესები აქვს, რეალურად ანუ სხვანაირად ახდენს რაღაც ესეთ თავის შედეგებს და ესეთ ეს არის სამთავრობო სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთობები, ურთიერთობები არის 130 ასოციაციალმა სამთენო წევრი რა. შანსი არ არის 150 ადამიანმა სადაც არის განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის პოლიტიკური გემოვნებები და ჩვენ ერთობლივი განცხადება დავდოთ. თავიდანვე ეს თქვა თქვით, რომ ვინმეს უნდა განცხადების გაკეთება, თავი გააკეთოს და BAG-ის არ უნდა გააკეთოს. ჩვენ ინტერესებში არ არის ხაი კონკრეტული კომპანიის ინტერესებიდან გამოვიხედოთ, რომ ვთქვათ ეს საკომუნიკაციო არხები გატყდეს. ისეთ გარემოში ვარ ჩვენ რო კაცმარიკის ვინ რას როგორ გაიგებს, უგეუნებიან ეს თავი შეიკავეთ კრიტიკულები და გარკვეულები. რა ვიცი ხომ ეს მაინც მოქალაქეობრივი პოზიცია და რა ვიცი ჩვენ რაღაცას უბედავთ, ვიღაცა ვერ ბედავს. თან მეორეა კიდევ ხა ჩვენ რო დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ასოციაციის
რამე განცხადება ნებისმიერი, რა ვიცი, აი ძალიან მწვავე განცხადება თუნდაც ამის შეცვლის არის მეგინათ არ მაქვს ეგ მოლოდინი. შვეიცარიაში დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური კონფერენცია დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიდერებს მოუყარა თავი. დავოსი 2025 ერთი თემის ქვეშ ერთიანდება კოლაბორაცია ინტელექტუალური ეპოქისთვის. შესაბამისად, წლევანდელ ფორუმზე დამსწრე ლიდერები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ინოვაცია და მისი როლი კრიზისების მართვაში, ასევე მდგრადობა. დავოსში იქნებიან 350-ზე მეტი სამთავრობო ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სამიც ჩაერთვება ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. იქვეა 1600-ზე მეტი ბიზნესმენი, მათ შორის 900-ზე მეტი CEO, ანუ კომპანიების პირველი პირები, მსოფლიოს წამყვანი გამომგონებლები და ინდუსტრიის ლიდერები. ჩვენ იქ არ ვართ წარმოდგენილი და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 20 წლეულში, როცა საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის. ის რომ ოცნებას მოსაწვევი არ მიუღია, დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამ. პირველი ვიცე-პრემიერი კი ამბობს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოს დელეგაციისთვის წელს პრიორიტეტული არ იყო. რას იღებს და კარგავს ქვეყანა მსგავს ფორუმებში მონაწილეობით ან არ მონაწილეობით და რატომ არის მნიშვნელოვანი იყო იქ, სადაც მსოფლიო ლიდერები მსჯელობენ. სტუმართან ვისაუბრებთ ამ თემაზე. ქეთი ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე შემოგვერთდა სტუდიაში. ქეთი, მოგესალმებით, პირველ რიგში უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. ასევე კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ ეს კითხვა, რეალურად საქართველოს არ არის წარმოდგენილი წელს დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ისედაც რამდენად მოსალოდნელი იყო ამ შექმნილ კრიზისულ პოლიტიკურ კრიზისის პირობებში, რომ საქართველოს არ მიიწევდნენ იქ და რას ვკარგავთ რეალურად ამ ტიპის პლატფორმაზე არ შეერთებთ? მოგესალმებით, ჩვენ დღემშვიდობისა. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი ეს არ არის უბრალოდ ფორუმი. ეს ორგანიზაცია, იცით, რომ უკვე რამოდენიმე ათწლეული არსებობს და საკმაოდ დიდი ზეგავლენის და რეპუტაციის მატარებელია და აქ უბრალოდ არ ხდება საუბრები, ხდება ძალიან დიდი გადაწყვეტილებების მიღებები, ხდება ტენდენციების, ესე რომ ვთქვათ, ტენდენციებზე შეთანხმება, მომავლის განჭვრეტა, დაგეგმა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აქ ყველა სექტორი იყრის თავს, ყველა სექტორის ლიდერები, მათ შორის ბიზნესის, მათ შორის სახელმწიფოები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რათა ერთად გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დღეს ეს რიგში დგას, როგორც კონკრეტულად მსოფლიოში, ასევე ბიზნეს მიმართულებით თუ ქვეყანასთან კონკრეტულ მიმართებაში. ამ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შენი ქვეყანა წარმოაჩინო, გაეცნო ამ ტენდენციებს და იყო მონაწილე ამ ყველაფერში, დაიჭირო ის რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს შენი ქვეყნისთვის და შენი ბიზნესისთვის და ასევე თავი წარმოაჩინო, როგორც სრულყოფილი, ესე რომ ვთქვათ, ლეგიტიმური ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. აქ არის უნიკალური პლატფორმა, დისკუსიები, თვითონ კონფერენცია, სხვადასხვა მედია ჩართულობები, რაც უფრო აქტიურად გამოიყენებ დროს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს. უბრალოდ თუნდაც ყავის ძალება შესაძლებელია წამყვან კომპანიების ლიდერებთან, რომელიც აი ერთ რაღაცა 5 კვადრატში არიან განთავსებულები და საკმაოდ დიდ დროსაც გაზოგინებს, რომ მთელი წლის განმავლობაში შენ სხვადასხვა ქვეყანაში არ იფრინო მათ შესახვედრად. ერთი და მეორე accessibility, ანუ ძალიან მარტივად შეგიძლია მათ შეხვდე, რადგან ყველა ჩამოსულია და მთელი დრო აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ დაუთმონ შეხვედრებს და სხვადასხვა, ესე რომ ვთქვათ, დისკუსიებს. ძალიან ბევრს კარგავს ქვეყანა, როცა მანდარგებულობს მონაწილეობას და კიდე ერთს დავამატებ, რომ მონაწილეობის მიღება შეიძლება ფორმალურადაც გააკეთო, რომ ჩახვიდე უბრალოდ და დაფიქსირდე, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ რამდენად აქტიურად გამოიყენებ და რამდენად მართლა შენი კალენდარი შევსებული არის მაქსიმალურად, რომ ეფექტურად და კარგად გამოიყენო იქ ყოფნა, იმიტომ რომ თითოეულ წუთს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მართლა თითოეული, ესე რომ ვთქვათ, ნებისმიერი ის არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ დაგეგმო და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ დავოსში ეს არის, რომ ეფექტურად როგორ დაგეგმო, რომ მაქსიმალური წამოიღო დავოსიდან, იმიტომ რომ ასევე საკმაოდ ძვირი ღონისძიება არის. აქეთ ერთია, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება არ წახვიდე და არ დაფიქსირდე, თუმცა როცა არ გიწვევენ და შენ არ ხარ იქ სასურველი სტუმარი, ეს უკვე რისი მანიშნებელია. მე ამაზე უკვე ერთი კომენტარი გავაკეთე, რა თქმა უნდა არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო,
ვაშოთ, იქ ამ მიმდინარე იქიდან რადგან თვითონ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის ეკონომიკური ესე რომ ვთქვათ და რახან უკვე აქ პოლიტიკას ესეთ მაღალ დონეზე ჩაერთო, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს არ დაეპატიჟებინა, სადაც 350-ზე მეტი ქვეყანა არის წარმოდგენილი და მათ შორის 60 ქვეყნის ლიდერი არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან შემაშფოთებელია. ეს სიგნალს აძლევს ასევე კერძო სექტორსაც. ეს სიგნალს აძლევს ასევე განვითარებად ბანკებსაც, რომელიც აბსოლუტურად ყველა იქ არის და ყოველთვის ყოველწლიურად ხდებოდა განვითარებად ბანკებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაფიქსირება და ესე რომ ვთქვათ, შეთანხმებები სამომავლო თანამშრომლობაზე და დასტური ასე შემდეგ. მათთვისაც რა თქმა უნდა, უკვე ეს შემაშფოთებელია და ძალიან ალბათ მოხდება ურთიერთობების გადახედვა, რაც ჩვენთვის იგივე თანამშრომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო განვითარებად ბანკებთან უნიშნულოვანია ერთი, თუნდაც საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რომელიც ჩვენ ვიღებთ უდიდეს ესე რომ ვთქვათ, რესურსს, რომ ჩვენი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განავითაროთ და ასევე განვითარებადი ბანკები, რომელიც ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რომ მიიღონ დამატებითი რესურსი მათი პროექტების განხორციელების კუთხით. ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება, თუნდაც კერძო კომპანიები წარმოდგენილი არიან ძალიან შთამბეჭდავი, მსხვილი, კარგი კომპანიები, რომელიც მართლა სანატრელია, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, საქართველოს მათ გაიგონ, ესე რომ ვთქვათ და რა თქმა უნდა, როცა არ ხარ, საერთოდ უკვე იკარგები ესე რომ ვთქვათ, ხედვის არეალიდან, ხო? თუმცა ამ პირობებში როცა დასავლეთთან დისტანცირებით გაუჭირდებოდა ჩვენს მთავრობას რომ წავსულიყავით, რას მივიღებდით, ხო? რა იყო ჩვენი მთავარი მესიჯი? ესეც ამანაც განაპირობა, თუნდაც ის, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება არ წავსულიყავი ამ წელს, რადგან მე ის ძლიერი, ესე რომ ვთქვათ, მესიჯი, რატო უნდა ჩამოხვიდე საქართველოში, რატო არის მნიშვნელოვანი საქართველო, რატომ არის კარგი საინვესტიციო და ასე შემდეგ. მე დღეს სამწუხაროდ ამას ხმამაღლა ვეღარ ვსაუბრობ და ვერც დაჯერებულად ვერ ვსაუბრობ, ხომ? იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი რა ბედი გველის და რა იქნება შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ საქართველოს რა ბედი ელიზა. თუ მე არა ვარ დარწმუნებული, აბა სხვა როგორ დავარწმუნა, ხო? აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ძალიან წყდება გული, ვადევნებ თვალყურს, რაც ხდება იმ შეხვედრებს, იმ დისკუსიებს, იმ სტუმრებს, ვინც იქ არიან, თუმცა ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი მხოლოდ სურათების გადაღებით იქნებოდა შემოფარგლული და გადავწყვიტე, რომ რა თქმა უნდა არ მივიღო მონაწილეობა. კი ბატონო, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადება და უпростоრად ეს კომენტარი BMG-ს დასმულ კითხვაზე. ალბათ თქვენც ნახავდით, რომ წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის არ იყო პრიორიტეტული, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი ამ კონფერენციაზე. თქვენ როგორ გაიგეთ ლევან დავითაშვილის ეს განცხადება? მე ვფიქრობ, რომ ლევანმა ძალიან ადეკვატურად უპასუხა, ზუსტად იმიტომ, რომ შენ უნდა გქონდეს ძალიან მყარი და ძლიერი მესიჯები და არგუმენტები, როდესაც ელაპარაკები უცხოურ ინვესტორს. შენ უნდა ძალიან თვალნათლივ დაანახო, რა მომავალი აქვს ქვეყანას, რა პერსპექტივები აქვს და რატომ უნდა გადაწყვეტონ თუნდაც ამ უცხოურმა კომპანიებმა საქართველოში ინვესტიციებით. თუ ეს მესიჯი არ გაქვს, უბრალოდ რა თქმა უნდა, უკვე ეხლა იგივე თუნდაც გასულ წელს, როდესაც წავედი დავოსში, ძალიან დიდი მესიჯი მქონდა, რომ საქართველო გახდა ევროპის კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, უკვე აბსოლუტურად რემბრენდინგის კუთხითაც იცვლებოდა ყველაფერი და პერსპექტივების კუთხითაც იცვლებოდა ყველაფერი და ძალიან პოზიტიური იყო, თუნდაც ზუსტად 1 წლით ადრე რომ გადავახვიოთ სიტუაცია. დღეს არ გაქვს არაფერი სათქმელი და შესაბამისად ფიქრობ, რომ უბრალოდ რომ დაპატიჟებულებიც ყოფილიყვნენ და წასულიყვნენ, რა იქნებოდა ის მამოძრავებელი ესე რომ ვთქვათ, თავარი საკითხები, რითაც უნდა დააინტერესო ინვესტორები, ძალიან რთული იქნებოდა ამ მდგომარეობაში და მე მესმის თუნდაც ეს კომენტარი თუ რატო შეიძლება არ მიიღო მონაწილეობა დავოსის ფორუმში. თუნდაც აი ამ პოტენციური ინვესტორების თვალში დღეს როგორ გამოვიყურებით და აი ამ შექმნილი კრიზისულ პირობებში განიხილავს თუ არა ვინმე საქართველოს საინვესტიციოდ უკვე არსებული ინვესტორებიც, რაზეც ჩვენ ხშირად უყვებით მაყურებელს, განიხილავენ, რომ შესაძლოა კაპიტალიც კი გაიტანონ ქვეყნიდან, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დასავლურ კურსს, ხომ? აი ამ პირობებში როგორ ჩანვართ ჩვენ საერთაშორისო ინვესტორების თვალში და თუნდაც თუ ეს პროცესები მალე წავა დეესკალაციისკენ, რა პერიოდი დასჭირდება იმ რეპუტაციული ზიანის აღდგენას, რომელსაც ვიღებთ?
საკმაოდ მაღალი არის რეპუტაციული ზიანი, იმიტომ რომ ბევრი ინვესტორისთვის, ბევრი ბიზნესმენისთვის სტაბილური გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამ სტაბილური გარემოს არ ქონის გამო ისევ და ისევ ვამბობ, მსოფლიოში ძალიან დიდი კონკურენციაა, თუ რომელ ქვეყანაში ჩადე ფულს, რატომ უნდა ჩადო იმ ქვეყანაში ფული. აი დღეს ერთმანეთს ესე რომ ვთქვათ, ეჯიბრებიან წამყვანი ეკონომიკებით, მათ შორის იგივე შუა აღმოსავლეთი, აბუ-დაბი, რომელიც აბსოლუტურად გადავიდა ინვესტიციების მოზიდვაზე თავის ქვეყანაში, საოცარ პირობებს თავაზობს და საოცარ გარემოს თავაზობს. ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს რომ მოიზიდოს უცხოური კაპიტალი და აი სიმყარის და ესე რომ ვთქვათ, სიმშვიდის გარანტიას აძლევენ. დღეს ამ გადმოსახედიდან პირველ რიგში საქართველოში სამწუხაროდ და ისევ ეს ჩემი პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ხაზი არის უცხოურ ინვესტიციებზე მუშაობა. შეიძლება 3 წელი მუშაობდა ინვესტორი რომ დააინტერესოს შენს ქვეყანაში და ერთმა გადატრიალებულმა სიტყვამ აბსოლუტურად ამოატრიალოს და დაკარგოს ეს 3 წლიანი მუშაობა. ინვესტიციის მოზიდვა არ ხდება ერთ დღეში. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და აი ამ პროცესში როცა შედიხარ, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური, ცხადი, ტრანსპარენტული გარემო. ჩვენ მათ პირდებოდით რომ ევროპის ქვეყანაში დებდნენ ფულს, ხომ? და თუ ჩვენ ეს არ შევინარჩუნეთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება, როგორც არსებულ ინვესტორებთან, ისევე, რა თქმა უნდა, უცხო ინვესტორების მოსაზიდად საერთოდ ესე რომ ვთქვათ, talking points, ანუ სასაუბრო არ გვექნება და აქვე მინდა დავძინო პირველ რიგში ასევე პულსი გვესინჯება ადგილობრივ კომპანიებზე, ხომ? აი ადგილობრივი კომპანიების ამბიციები ძალიან საინტერესოა. აქვთ მათ სურვილი რომ რეინვესტირება განახორციელონ, ჩადონ ფული, განავითარონ. აი ეს მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განწყობები ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა არის რაღაცა შეკვეცაზე გადასული, აი დამთავრებაზე, რაღაცამდე რომ მიიყვანოს საქმე და სამწუხაროდ აი ესეც რა თქმა უნდა მოქმედებს გარემოზე და შესაბამისად პირველ რიგში ალბათ ისევ და ისევ მნიშვნელოვანია ადგილობრივ კომპანიებთან მუშაობა. სამწუხაროდ ამ სტადიაში დავბრუნდით, რომ ადგილობრივ კომპანიებმა უნდა გადაგვარჩინონ, რომ შემდეგ უკვე ისევ თუ დაბრუნდა ამისი დრო, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. კეთი, უმას მადლობა. იმედია უკეთეს ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოგვეცემა საუბრის საშუალება უახლოეს პერიოდში. მადლობა თქვენ საინტერესო აქცენტებისთვის. კეთი ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღის სხვა თემებით ვაგრძელებთ ეთერს. ცნობადობის ნაკლებობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და კადრების დეფიციტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც დღეს ქვეყანაში ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის პროცესს აფერხებს. საკითხებზე დღეს პირველ ყოველწლიურ სამიტზე საქართველოს მწვანე სამიტი ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და მდგრადი ბიზნესის გადაწყვეტილებების ახალისებას. რამდენად ახერხებენ ბიზნესები მწვანე ინიციატივების განხორციელებას, რამდენად იზრდება ქვეყანაში განახლებადი ენერგიების წილი და რა როლი აქვს ამ პროცესში დონორ ორგანიზაციებს. ანუკა ჯოხაძე გვერდდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანუკა, გისმენთ. ბიზნესები ნაკლებად იაზრებენ თუ რა უპირატესობა და შესაძლებლობები აქვს მწვანე ტრანსფორმაციას. ამის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს გარკვეული მაგალითები, რომლის მიხედვითაც ბიზნესებმა მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, თუმცა ამის პარალელურად არის გამოწვევები, რაც პროცესს გარკვეულად აფერხებს. ამიტომ სწორედ ამ შემაფერხებელ ფაქტორებზეც იყო საუბარი, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რადგან მწვანე ინიციატივები ბიზნესის მხრიდან შესაბამის ინვესტიციებს მოითხოვს და ასევე გამოწვევებს შორის სახელდება ცნობადობის დაბალი დონეც, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თავარი გამოწვევა მაინც არის ის, რომ ცნობიერება ამ მიმართულებით არის საკმაოდ მწირი თავად ბიზნესში. ისინი ნაკლებად იაზრებენ იმ შესაძლებლობებს, იმ უპირატესობებს, რომელიც შეიძლება მათ მოიპოვონ მწვანე ტრანსფორმაციის შემთხვევაში, თუმცა ამავდროულად არსებობს სხვა ესეთი პრაქტიკული გამოწვევებიც, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ინვესტიციის მოზიდვასთან, რადგან მწვანე ტრანსფორმაცია დაკავშირებული არის მნიშვნელოვანი ინვესტიციებთან რიგ შემთხვევებში, გარკვეულ სექტორებში და დაკავშირებულია ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან, დაკავშირებულია ცოდნის უკმარისობასთან და ასე შემდეგ. ამ პროცესში ვაწყდებით ჩვენ წინააღმდეგობას იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად არის ცნობიერება ამაღლებული ფართო საზოგადოებაში, განსაკუთრებით რეგიონებსა და რაიონებში, სადაც სწორედაც რომ არსებობს ეს ენერგოწყაროების პოტენციალი. ამიტომ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან აქტიურად სამუშაო. მეორე არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეიმუშავა მწვანე ტაქსონომია,
და ამ მწვანე ტაქსონომიით სარგებლობის ვალდებულება არ აქვს, თუ უფლებამოსილება, ვალდებულება აქვთ უკვე კომერციულ ბანკებს და მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ინტეგრაცია ხდება აი ამ საკითხების უკვე ფინანსურ პორტფელებში. განახლებადი ენერგიების მიმართულებით უმუშავე კომპანიები საუბრობენ გამოწვევებზე, რაც კომპანიებს ხელს უშლის, რომ უფრო მეტად გამოიყენონ მაგალითად მზის ენერგია თავიანთ წარმოებაში, მათ შორის შენ ენერგიის დამფუძნებელი ასახელებს სექტორში ახალ რეგულაციებს, რომელიც გარკვეულწილად ბიზნესს ხულავს და ასევე ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც ინვესტორ კომპანიებს საქართველოს განახლებადი ენერგიებში ინვესტირებას აფერხებს. მისი შეფასებით ამ ფაქტორებს ბოლო პერიოდში ასევე დაემატა ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც, რამაც ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაჩერა. კვოტირების ნაწილში ჩვენ შემცირება გვაქვს რეგიონებში და ამან რა თქმა უნდა გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ შესაძლებელია დიდ კომპანიას, რომელსაც საწარმო აქვს და პირობითად საათობრივი დატვირთვა მისი ნაკლები არის და ვთქვათ თვით მოხმარების self-consumption სისტემას ვერ დააყენებს და მოგეხსენებათ ეს კიდე ცალკე სქემა არის. ეგ ერთი ნაწილი და ამ ნაწილში კიდე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც მოხდა ის არის, რომ EBRD-ის ნაწილში გვაქვს შეზღუდვა და თუ EBRD აქამდე ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიებს ცირებს და საშუალოს აძლევდა პროექტის სრული ღირებულების 10-დან 15%-მდე cashbacks, ანუ ფაქტობრივად საჩუქრად აძლევდა ამ თანხას სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ ეს აღარ იქნება. უცხოელ ინვესტორებს რაც შეეხება, რადგანაც სამთავრობო კუთხით მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული პროცესია გასავლელი, ვიზირებებია, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებები, გარემოზე მოქმედების შეფასება და სხვა ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გარესადგმელი და დამატებით ეს პოლიტიკური ვითარება დაემატა ამ ყველაფერს. უცხოელი ინვესტორებისგან ფაქტობრივად დაინტერესება გაწყვეტილი და შეჩერებული. სმენას ორგანიზებით საქართველოს მწვანე სამიტი წელს პირველად ჩატარდა, რომლის მიზანიც მწვანე ეკონომიკის განვითარება და მდგრადი ბიზნესის გადაწყვეტილებების წახალისება იყო. სამიტზე ბიზნესის გამწვანების შესაძლებლობაზე, ცირკულარული ეკონომიკაზე და გადასვლის გზებზე და მწვანე ბიზნესისთვის ციფრული გადაწყვეტებზე იმსჯელეს. ეს შეფასების მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც დღეს ღონისძიებაზე გაკეთდა, უფრო მეტად დეტალური ინფორმაციას ჩვენს შემაჯამებელ გამშვებაში მისმენთ. მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საფუქმის კურსი ამით დასრულებულია 17 საათზე და 40 წუთზე უბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.